იცით რატო დავდე ეს ვიდეო გუშინ საერთოდ? მოძრაობდი ტაქსაობ როგორც თქვი, მოძრაობდი და გდანში ვიყავი ვეკუაზე, ანუ შაურმების ქუჩაზე და უყურებ რომ ერთი ტაქსი გაუშვა, მეორე ტაქსი გაუშვა ადამიანმა, მესამე ტაქსი გაუშვა და მე აღარ მიქნევ და ხელზე გაუჩერე და მეთქი სად მიდიხარ მეთქი. და თიანეთის გზატკეცილამდეო რა 3-4 კილომეტრია იქამდე რამდენში ამიყვანო და მეთქი 3-4 ლაში რავი ძმაო ხურდაში 3-4 ლარი. მეტი არ ზღირს. დაჟდა და ტიპს ვეკითხე მეთქი რამდენი მოგთხოვეს მეთქი რავი 8 ზოგმა 10 ზოგმა 12-იო. და გზაში ვისა 17 წლის ბავშვი იყო რა. გზაში ვისაუბრეთ, იმან თავის გულის ტკივილი მე ჩემი უთხარი და უთხარი ის რომ სამი შვილი მყავს და მეც მიჭირს და ესე დღეში ვარ მთელი ერი და რო ავიყვანე არ ვაფშე არ ვარ თქო ფურსნო რაიონში მიდი და 40 კილომეტრი ქონდა გასავლელი და მე არც ბენზინი მქონდა და არც საშუალება ჩამეყვანო ჩავიყვანდი და ადგა და გადასიზოს იცით რა მითხრა არ ვართმევდი ფურს და ამოიღო ჯიბიდან რაც ქონდა ხურდა რავი 6 თუ 7 დანამდე თქო ჩამიყადა და ესო შენ უფრო ჭირდება რომ სამი შვილი ყავს და გავგიზდი ცუდად კინაღამ გავხ წარმოიდგინე 17 წლის ბავშვმა მითხრა ეზა აქედან გამომდინარე ავდექი მე და გადავიღე ეს ვიდეო დავდე ნერვე მოშლიზე რომ ტკივა ცუდად ვარ მეც რა მაწულხებს მაგრად საქართველოს აღარ გვაქვს დამთავრდა ყველაფერი რა თუ არ ვიბრძოლეთ თუ ერთმანეთს არ უთხარეთ ის რომ ეს უნდა ვაკეთოთ და ეს სოციალიზმი არ დავნერგეთ ისევ ხალხში და ეს სოლიდარობა არ გავაკეთეთ სხვას არავის არ ვაინტერესებს ფული აქ აღარაფერ შუაში აღარა აქ პოლიტიკაზე მაღლა წდება ეს ყველაფერი უკვე აქ ერზია საუბარი უკვე ერი გავნადგურდებით აღარ ვიქნებით ერი ჩემ შვილებს მოშივდება თვალ იმიტომ ეს ტაქსით რომ გაჩერდეს სიო არაფერი აღარ მაქვს მე და არავის აღარაფერი აღარ გვაქვს და აქ არის ისო სიკეთე და სიყვარული არის გადამდები ხალხო გადაგვედოს ყველა სიკეთე და სიყვარული გამოფხიზდეთ ერთად დაუდგეთ და ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის და დავიბრუნოთ და ის ხალხის ბოროტი შურიანი და ბოღმიანი ხალხი ყოველთვის არსებობდა ამ ქვეყანაში და იარსებს და ბოროტება შური და ბოღმა გადამდები არ არის ეგეთები არსებობენ და იქნებიან ყოველთვის რა აი ეს არის სიმართლე სიკეთე და სიყვარული არის გადამდები ღმერთის ამას გვეუბნება წვენაც ამას გვეუბნება გადავდოთ ერთმანეთს სიკეთე და სიყვარული და აი აქედან გამომდინარე გადავრჩებით ქართველები თორე გეუბნებით რომ რამდენიმე თვეში ერის გენოციდს ნიშნავს ეს ხვალ ჩემი შვილების დაიხოცებიან მშივრები და ყველა ჩვენი თითეული ჩვენგანი შვილები დაიხოცებიან მშივრები თუ არ ვიბრძოლეთ ერთმანეთს არ დაუდექით და ჩვენი სიტყვა ყოველთვის არ ვთქვით ამაზე აქ რა შუაშია რომ ვიღაცას პოპულარობა უნდა რა პოპულარობა მეღადავებით რა პოპულარობა რა აქ რა სისულელებს ლაპარაკობთ ბიჭო არ ნუ გამაგიჟეთ მე თქვენ აქ ლაპარაკი ადამიანობაზე ბიჭო ქვეყანა როგორ უნდა გტკიოდას ეს ქვეყანა საქართველოს არის ერთი დიდი ოჯახი და ეს დიდი ოჯახი ცოტა ხანში აღარ გვექნება და ფიზიკურად პატარა ოჯახებიც ვეღარ ვიქნებით წარსულში ხვდებოდნენ ამას ჩვენი დედები შვილებს იარაღს აძლევდნენ ხელში და ომში უშვებდნენ მოსაკლავად იმიტომ რომ საკუთარი ქვეყანა მამული და სარწმუნოება გადაერშინათ მაშინ იმ განვითარებაში ხვდებოდნენ ამას და ჩვენ რა გვჭირს დღეს 21 საუკუნეში რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ სისულელია ეს ყველაფერი თუნდა ვიბრძოლოთ ბიჭო ლუკ ცუდათავარ ჩვენ აღარ შემილია ამდენი რა გამოფხიზდით აზზე მოდით სულ ყველა და ერთმანეთს გვერდზე დაუდგეთ და ხელი ხეს მივცეთ გერბს ხანდახან შევხედოთ რომ ზალა არის ერთობაში და არა ცალ-ცალკე დაგვშლიან და დაგვანაწერო გაგვხლიჩეს ორად და ეხა ერთმანეთს გვაჭმევინებენ დამშვიდით ბიჭო სულ ყველა და სიკეთისკენ მოუწოდოთ ერთმანეთს სიყვარულისკენ და ასე მშვიდობიანად მოვიგებთ ამ ჩვენ და ჩვენი იქნება ეს ქვეყანა არ დავთმობ მე არ დავთმობ იმიტომ რომ მე რო ქვეყანა დავთმობ ჩემ შვილებს თმობ უკან და ეს არის ქვეყნის დათმობა რომ სიკეთის სიყვარული სურვილი ღირსება თამოყვარეობა სინდისი ნამუსი ეს ყველაფერი გვხდის ადამიანებად და ეს თუ არ გაქვს ღორი ხარ ყველა ღორები ვართ ესენი თუ არ გვაქვს ფიზიკურად იქნები ადამიანი მარტო მოდით აზე მთელი ერი და დაუდგეთ ერთად